ყველას მოგვეხსენება რომ მთავრობა აი ფასების საყოველთაო შემცირების კამპანიის ფარგლებში გამოვიდა ინიციატივით ყობახიძე რომ საქართველოში აკრძალულიყო მანქანების შემოყვანა კონკრეტულ ვადაზე ზემოთ. მე ამას მოყვა წინააღმდეგობა და ეს ვირეშმაკულად მეტი სიტყვა მე არ მახსენდება, უბრალოდ გადაასხვაფერეს და იმხელა აქციზი დააწესეს ალმადის ქვემოთ, რომ აზრი არ აქვს 2021 წლამდე მანქანების შემოყვანის. ანუ რეალურად წაართვეს ძალიან ბევრი ადამიანს საქართველოში უფლება და საშუალება რომ ყავდეს მანქანა, რომელიც არის გადაადგილების საშუალება, რომელიც არის ეკონომიკური მოძრაობის საშუალება, სამსახურის პოვნის საშუალება, ну ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ახლა მიიღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც მიხედვითაც უბრალოდ დააინიცირეს ინიციატივით გამოვიდნენ ამ ცვლილების, რომ სახელმწიფო უწყებები ავტომობილის იმპორტისას აქციის აღარ გადაიხდიან საერთოდ. ანუ თვითონ თავიანთ მანქანებზე, ხო, ჯერ ხო მანქანების პარკი რამხელა არის საქართველოს მთავრობის სამინისტროების, მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსების, მე ისინი ემსახურებიან, რა თქმა უნდა, ამათ ოჯახებს, აბა მინისტრის მოადგილე კაბინეტში იზის მთელი დღე და ის ამდენ ბენზინს როგორ წავს, ხო? ამის გამო სხვა შორის ნიკა გვარამე კერძო კომპანიაში გაასამართლეს და მთელი სამინისტროები არის ეგრე მოწყობილი. და ახალი მანქანები რო იყიდონ და კაი მანქანებს რო დასხდნენ, სახელმწიფო აღარ გადაიხდის აქციზის გადასახადს. აი უბრალოდ მართლა ხანდახან ფანტაზიაც კი არის უძლური აი ამათ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ანუ ნახევარ საქართველოზე მეც წაართვეს უფლება რომ ყავდეს მანქანა და თვითონ გაიმარტივეს რომ უფრო კაი მანქანებზე ისხდნენ. ანუ ეს ერთად ქნეს. თაზო მოგესალმებით. მადლობა დიდი რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდი ამ ამბიდან დავიწყოთ. მართლა მეცინება, მაგრამ ამაში სასაცილო რა არის? ეს არის დაცინვა ადამიანების საქართველოში რომ თქვენ დებილებო ბოდიში ამ სიტყვისათვის ნახეთ რა მაგრა გიშვებით. ო, რაც შეგვიძლია ყოველთვის გიშვებით. გისრულებთ ბოლომდე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და თავისუფლებას ინგლისის პატიმრებს ერთი და მიეცით ბავშვებს წამალი მეორე. და აი ამით მინდა გამოვეხმაურო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ბოლოს კვარტალში თუ არ ვცდებ, შეიძლება უფრო მოკლება და მაგრამ მოდი კვარტალზე ვთქვათ, 32 მილიონი ლარი დახარჯა ავტომობილების შესყიდვაზე ჯამში. ახალი ავტომობილებს თან ის ხო არ ყოფნით რაღაცა უწყვეტ ჭრიჭინას სცენარში ვართ, რომ აი ეს ავტომობილი არის რაღაცა საქართველოში აი ამ სტატუსი, ოპრიჩნინის სტატუსის ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი. ოპრიჩნინა ხო რაღაცა ივან გროზნის ოპრიჩნინა, დანარჩენი საზოგადოება იცხოვრეთ პირველყოფილ მდგომარეობაში. თუ გინდა რომ ყველაფერი გქონდეს, თუ გინდა რომ უზრუნველყოფილი იყო, ისე როგორც რო ვიცი, ივან გროზნიდან მოყოლებული დღევანდელ პუტინამდე რუსული სისტემა არის, ხო? მაშინ უნდა ჩაიცვა ფორმა და იყო დაქვემდებარებაში სახელმწიფო სისტემის. ანუ ეს არის ქვეყანას 32 მილიონი ამაში დახარჯეს. და 9 მილიონამდე დაახლოებით წამალს ამბობენ რომ ამის ფული არ აქვს ბიუჯეტში. აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ცინიზმის. არა თუ აი ეს რაც შენ წინ ახსენე, რაც არის კატასტროფა სინამდვილეში, რომ ადამიანები შეუზღუდო სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი წყარო, ტრანსპორტი, საკუთარი ტრანსპორტი, ხო, რომელიც არის რაღაც, მეგონი მიღწეული ამბავი იყო და ამ ქვეყანაში დიდი პრობლემა იყო, 90-იან გამოვლილი ხალხი ვართ ჩვენ და გადაადგილებდა მანქანა ფუფუნება იყო კი საბჭოთა საქართველოში, აბსოლუტური ფუფუნება იყო და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ეს რაღაც მომენტი გადავლახეთ და რა ვიცი, საქართველოს მოქალაქეს ეგ პრობლემა მაინც არ ქონდა, რომ შეიძლება ძალიან უხარისხო, ძალიან ისეთი ძველი, მაგრამ მანქანა იმისთვის რომ იცოცხლოს, ანუ ეს ხო სიცოცხლის წყაროა, ხო? საშოვარის, სამსახურში მისვლის სამსახურის მოძიების ყველაფერი ამისი ეს შეუზღუდო ყველას აბსოლუტურად ოღონდ აი ხო ხედავ აი ეს რომ ცოტა იძვირათ არ ვიცი პრობლემა შეექმნათ და იქ აქციზი მოხსნეს მაგრამ თავარი აი შედარებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე კაი მაჩვენებელი 32 მილიონი მანქანებში და არც ერთი თეთრი უმძიმესი დაავადების მქონე ბავშვისთვის იმისთვის რომ სიცოცხლე გაუხანგლივონ და ძიმე ცხოვრება მოუხსნან 1,700,000 ვახშმებში სუფრებში იგივე პერიოდში ერთ კვარტალში და არც ერთი თეთრი იმ ოჯახებისთვის, რომელსაც უბრალოდ შეუძლიათ თავის შვილები აცხოვრონ ნორმალურად. იმ ოჯახებს მინისტრმა უთხრა, მართლა მე გაოცებული ვიყავ სტუნათი შეთანხმების განცემაში, რომ საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ იქ იმათ უთხრეს, რომ თქვენ მთავრობას აქ ფულიო. ანუ საფრანგეთის მთავრობამ რატომ უნდა დააფინანსოს, ხო? მოდი იმ გადმოსახედიდან შევხედოთ. იმათ უთხრეს, თქვენ შევხედეთ თქვენ ქვეყანას და თქვენ მთავრობას აქ იმხელა ბიუჯეტი რომ გადაიხადოს ეს ფული და ჩვენ უნდა ვთხოვოთ. ხისათი ამას იძახის ჩვენ მთავრობა. ჩვენ მთავრობა ამას იძახს, რომ უზრუნველყო ეს. ჩამოვიდნენ და მინისტრი ეუბნება, რომ იქ რა შემოხვედით აქ რა გეგონათ აბა. ხო, ეს იმ ქვეყანაზე იმ საფრანგეთზე დღე და ღამე რო ლანძღავენ თან. ანუ იმას ვალდებულება აქვს მაინც რომ ჩვენ პაციენტებს უკურნალოს. საოცარი შემთხვევა არის მაგრამ ტარაკნის მორალი ქვია მაგას ჩემი აზრით. აი მიშა სარჯველაძე არის ერთ-ერთი აი ყველაზე გამორჩეული მაგალითი ტარაკნის მორალის, აი ჩვეულებრივი პარაზიტის არსება, რომელიც არის პარაზიტი.
კაც მინისტრია და თავში ეგ მოუვიდა რომ საფრანგეთთან რატო ჩამოხვედითო. აი ამაზე ეხლა დაიწყეს ეხლა გაშავება დაიწყებენ აუცილებლად დაიწყება. ხო დაიმუქრა ის კაცი. კი დაიმუქრა კი. ოღონდ ეხლა დაიწყეს რაღაცა თემაზე მსჯელობა როგორ ეს წამალი თუმე ანუ ეს წამალი მიღებულია ამერიკაში გავლილი აქვს და უბრალოდ არ უნდათ რატო არ უნდათ იცი ყიდვა იმიტომ რომ 100 ბავშვია და ცოტა ძვირი ხრის ეს წამალი და მოლაპარაკებებში არ უნდათ შეცვალოთ რომ ეს კომპანია იაფად მოგცემს იმიტომ რომ თუ სახელმწიფო იტყვის რომ ამ სინდრომით ვიცქნებ ყველას დავაფინანსებ ამაში არ უნდათ შეცვალოთ იმიტომ რომ არაფერი არ არის 100 ბავშვი 100 ოჯახი რა 300 კაცია 300 კაცი არაფრით არ უყურთ საოცარი მორალი არის ეს გახსნილი მორალი არც ეგ არის ტარაკნის აზროვნება არის პარაზიტი ყოველთვის ეძებს რაღაცა სხვისას რომ მოციცქნოს იქიდან თავს დღეს შენს ბრიფინგს უსმინე სადაც გაზრდილ ფასებზე ისაუბრე და ну აღწერა ვითარება და ვითარების აღწერაში ხო ყველა თავხდებით ძიმე ვითარება არის ამ კუთხით თან სტატისტიკა პირიქით ხდება ანუ მიმდინარეობს ეს კამპანია მავნე მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლისა ფასების შემცირების კუთხით მაგრამ ფასები იზრდება საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში აბაშის ექსპერიმენტი მაგრამ ისაუბრე გამოსავალთან დაკავშირებით თქვი რომ ან აქციზი გავანახევროთო ან გავანახევროთ ბენზინზე ან ფასების ზედაჭერი დავაზესოთ ეს ფასების ზედაჭერი დამაფიქრა ცოტა და მოდი იქნებ კარგად ახსნათ რას გულისხმობ ამაში. ხო, აქ რამოდენიმე მაგალითი არის იმ ქვეყნების რომელსაც მაშინებს ეგეთიღებს. არა, აქ კონკრეტულად საწოლზე არის ლაპარაკი დავაზუსტებ. საწოლზე არის ლაპარაკი, შენ იცი რომ მეც არა ვარ დიდად მომხრე საფოსო ზღურების დაწესების, უბრალოდ აქ არის ორი პრეცედენტი ძირითადად რომელიც სოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნებმა რომელმაც უპასუხეს ადეკვატურად ჰორმუზის კრიზისს ზოგადად და ირანში მიმდინარე მოვლენებს და ეს კრიზისი რომც დამთავრდეს უახლოეს რამოდენიმე დღეში ან უახლოეს კვირაებში ეფექტი რომელიც ამან გამოიწვა საწვავის ბაზარზე, ცოტა უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, ამიტომაც არის რომ ახალი ზელანდიიდან დაწყებული, ავსტრალიით გაგრძელებული და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ქვეყნებით დამთავრებული იქნებს პოლონეთი, უნგრეთი, მათთვის დიდად საპატივცემო უცხოები, ყველამ გარკვეული ზომები მიიღო. ეს ზომები ძირითადად იყო ორი კატეგორიის. ჩვენ ლელოში ცალსახად მომხრეები ვართ, თვლით რომ უფრო მარტივია, ეფექტურია და მეტად უფრო ადვილია შემდეგ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, რომ აქციზის განახევრება არის. ყველაზე სწორი გამოსავალი იმისთვის რომ მყისიერად ეფექტი იგრძნოს შეღავათი საქართველოს მოქალაქემ თავის ჯიბეზე, იმიტომ რომ იცი რომ რაღაცა კატეგორიის საწვავებზე უკვე ლარს გადაცდა ფასის ზრდა. ეს არის კომპონენტი, რომელიც ყველა პროდუქტში არის საერთოდ. ხო, მე მაგიტომ მივიღეთ ხო შედეგი და უარესობისკენ წავა. ეს ამბავი, იმიტომ რომ ყველაფერზე გავლენას ახდენს ეგ და დენის ტარიფის გაზრდა დაჯამებული ერთად. არის ეს ორი გამოსავალი. ყველა მიმართეთ გარდა ინდოეთისა, ინდოეთმა რომელმაც თავის სახელმწიფო კომპანიებს უთხრა რომ თქვენ არ გაზარდოთ ფასი და ამითი რაღაცა ერთგვარი ხელოვნური კონკურენცია გააჩინა ეს რაღაცა განსაკუთრებით ეს ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფოს ავტო კომპანია, მაგრამ თან ბევრ ქვეყნებში ეს ორი ვერსია იყო გამოყენებული. ან ზედაზღვრის დაწესება, ან აქციზის. ორივე ვარიანტია. ჩვენ ლელოში ვთვლით რომ აქციზის შეზღუდვა, აქციზის დაკლება დროებით ღონისძიებათ არის ბევრად უფრო სწორი მიდგომა, მაგრამ ხო ანუ ახლა ქართულ ოცნებას მინიმუმ რაღაც გააკეთონ ჩვენთვის თავარია რომ საქართველოს მოქალაქეებმა აი ეს კრიზისი რომელიც ძალიან მძიმე იქნება რაღაცა ფორმით შეღავათი იგრძნო. რაღაცაში მაინც გამოადგეთ ის სახელმწიფო ისეთი როგორიც არის დღეს, მაგრამ რაღაცაში მაინც გამოადგეს, რომ კიდე რა ვიცი 20-30%-ით არ გაღარიბდეს აბსოლუტურად ყველა ამ ქვეყანაში. და ეს ეხება აბსოლუტურად ყველას. გარდა იმ 1%-ისა, რომელიც აი მოპრიჩნინას წარმოადგენს და მათმან მიტმასნილ ხალხს ამ ხალ ტრამპის სახელმწიფოები რო დაიწყეს კორპუსებზე ეხლა. ხაშურის აი ეს საკითხი დიდ ჩიხში ამყოფებს დღეს არსებულ რეჟიმს. ასე მგონია ფასების ნაწილი, იმიტომ რომ მათ თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა რამას უშველიან. ჩვენ საუბრობთ ხატიასთანაც და რეალურად კობახიძის პროგრამა შედგებოდა 3 კომპონენტისგან. ჩვენი განადგურების, შენი და ყველასი და ჩვენთვის სახსრების მოსპობის და ნუ ამის შედეგად უნდა რაღაცა დაავორთქლებული ყავით და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი წავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან უბრალოდ ნუ მაინც გადარჩა რაღაცა კერები და ორგანიზაციები ამ კუთხით. მეორე ეს იყო რომ ის დაალაგებდა ურთიერთობებს დასავლეთთან რაღაც ფორმით მაინც მიაღწევდა იმას რომ ანუ ფასადური ნორმალიზება მაინც მოხდებოდა და მესამე ეს იყო რომ მან თვითონ თქვა რომ ფასებს შეამცირებდა ქვეყანაში. ნუ განათლების სისტემას მაგრამ ეს მაინც საპროგრამო ნაწილი ეს 3 იყო ეს ჩემი. კი, ეგ 3 იყო. სამივე მიმართულებით კატასტროფული შედეგი აქვს, იმიტომ რომ კრიზისი ჩვენი განადგურების და კრიზისი სამით განმუხტვის, ანუ აორთქლების ნაწილი ვერ შედგა. დასავლეთთან ვერ მიყიდა რომ აქ ნორმალიზდა ვითარება და ფასები პირიქით გაეზარდა. რა მდგომარეობაში ამყოფებს ეს ივანიშვილი? ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩემი აზრით, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიქმნას რაღაცა განცდა, რომ ყველაფერი ძალიან ძიმეთ არის მათთვის. ის არის ყველაფერზე წამსვლელი, ხო, სწორად ახსენი შენ. კაცი რომ
რომელიც ამდენი ამხელა ისტორიული გამოცდილების შემდეგ ისევ გადაწყვეტს, რომ გამოსავალი იმისთვის, რომ ის იყოს სამუდამოდ არის ჩვენი განადგურება, ანუ მისი ოპონენტების განადგურება და მისი კრიტიკოსების განადგურება, ხო, ის ვერაფერს ვერ ისწავლის ცხოვრებაში. მასთან პირველში, აი ეს არის პირველი, მე მასთან არავინ არ დაალაგდება, აი ასეთ კაცთან, რომელიც ესე აზროვნებს, არასდროს არავინ არ დაიწყებს სერიოზულად და ნორმალურად ლაპარაკს, რამდენიც არ უნდა იცადოს, რომ თავისთავად მიყიდოს ეს რა ქვია, აზერბაიჯანის პრეზიდენტივით, რომ აი მეც ესეთი ვარ და ესეთი მიმიღეს, იმას ნავთობი აქვს. აი მანდ ეშლება ხოლმე ჩვენს ჭორვილელ ბრძენს, რომ იმ კაც ნავთობი აქვს და მას არაფერი არ აქვს საერთოდ. ეს რა ქვია, bargaining power-ად ეგრეთ წოდებული და მესამე ფასების ამბავი, რომელზეც აი ყველაზე ქრესტომატიული მაგალითი არის, რომ ჯოჯოხეთური პროპაგანდა სად მიყევ ხარ. თავისით აი ეს ამბავი ააგორეს, აი ეს ტყუილი ააგორეს იმის მოლოდინში, რომ რაღაცა უახლოეს სტაბილური პერიოდი დადგა და ამ სტაბილურ პერიოდში აი ამ რაღაცა მასკარადს დადგავდნენ და რეალურად მოხდა ის, რაც ყველავარენჩი უნდა მოხდა იყო, როდესაც შენი აბსოლუტურად ყველა ძირითადი პროდუქტების 80%-ით დამოკიდებული ხარ იმპორტზე. შენზე გავლენა სახდენს, რა ვიცი, როგორც პატარა ეს არის ინფლაციური ცვლილება მაგალითად თურქეთში და რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს სამხედრო მოქმედებები, საომარი მოქმედებები ირანში, იმიტომ რომ ირანი არის ქვეყანა, საიდანაც სასურსათო პროდუქტების შემოგვა ძალიან ბევრი თან. ვინმეს თუ გონია რაღაცა ძალიან ისეთ შორეული ურთიერთობა, არა, ჩვენ ირანთან ძალიან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გქონდა მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან, რაც ჩემს ძალიან სწორი ამბავია, ირანთან უნდა გქონდეს მეზობელი ქვეყანა არის და აი ის რომ პირდაპირ გავლენას იქონიებდა ამ პროცესზე, რა თქმა უნდა რომ ეს ესე არის, რა თქმა უნდა რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო და შედეგი აბსოლუტურად ამას არ ელოდნენ. ეს რომ დაიწყეს ხო, მაშინ კიდევ ხოლმე სტაბილურობის იმედი ქონდა და ამას არ ელოდნენ რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუსხავდა ეს ამბავი. ერთი არის ეს რომ ფასების და საქსტატის მონაცემი ყველა სასურსათო პროდუქტზე გაიზარდა ფასი, მათ შორის კვერცხზე, აი კვერცხი ხო მათთვის რაღაცა ის გახდა რა ქვია, თავარი მოსაჭიდი და კვერცხზე 4.5% გაიზარდა და ეხა აი ამ ბოლო სტატისტიკა, რაც დღეს ბრიფინგი გავაკეთე, იყო რომ წარმოების ფასის ინდექსი რა, წარმოება საქართველოს ყველაფრის გაძვლით და თან ეს მარტის მონაცემებია, ირაკლის სრულფასოვნად არასახავს საწოვის ზრდას და მეორე 1 აპრილიდან გაიზარდა შეგახსენებთ დენის ტარიფი 33% დაახლოებით და არასახავს ამას. დენის ტარიფის ასახვა ეხა და იმ საწოვის რეალური ფასის ასახვა კიდევ უფრო გააძვირებს ყველაფერს. ანუ ცალ-ცალკე კომპონენტებს შეგვიძლია აღარ ჩაიხედოთ, რომ არასდროს პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება ან შემოდის და მისი ფასის ნაწილი არ არის ბენზინი და დენი. უბრალოდ არ არსებობს ეგ, რა ვიცი, თუ არ არსებობს, იქაც არსებობს, ხო, არ არსებობს რა. რეალურ ვითარებაში არ არსებობს. კიდე სხვა ჩორს ბიზნესისთვის და ძალიან უმძიმესი, იმიტომ რომ ტრანსპორტირება არის ასევე ნებისმიერი ნივთის ხარჯის ნაწილი და ფასის ნაწილი და ასევე ამასაც უძვირებენ. ამას ემატება კიდევ ერთი პოპულისტური აქტი, რომელიც არის ეს რაღაცა ვულგარული იმიტაცია, ჯერ ხო ის რა არის და ის კარგი რო იყოს, რა ვიცი, ამერიკაში სამაზე იტყოდნენ რომ კარგი არის, ISIS მიდგომები და ამის ვულგარული აი რაღაცა პროვინციული იმიტაცია, რომელიც დაიწყეს ამ რაღაცა საიმიგრაციო პოლიციის წინ წამოწევით და ამ დადგმული სცენებით, რომ ეს რა ქვია, უცხოელი მუშახელი ამ ქვეყანაში შეზღუდონ და გაუშვან. ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე წარმატებულ სექტორებს. იშვიათია საქართველოს წარმატებული სექტორი, მაგრამ ყველას დაარტყეს. იქნება ეს IT სექტორი, რომელსაც ბევრი ყავს, ბევრი მე კონკრეტულად ვძვდით რომ ერთ ამბავში არიან IT სექტორი არის მთლიანად ეგ ფული აბა ეხლა რა შედის დამუშავებულობაში მშენებლობასაც დაარტყეს და ესა რა ქვია აი ამ ამბით და მესამე ეს არის სასტუმრო ანუ სასტუმრო ჰოსპიტალიტი სექტორი სადაც აგრეთვე რა იქ სხვა პრობლემა კიდე იქ მაღალი კლასის მენეჯერები რომელიც უცხოელები არიან იმათი პრობლემა შეუქმნეს ანუ აქ რო შეზღუდვა რომ ყველასგან ნებართვა უნდა ყველამ ნებართვა უნდა იყოს ხელისუფლებიდან რომ დაასაქმოს ადამიანი ამანაც დაარტყან ყველა კომპონენტში დაარტყეს იქნება ყველა მათი გადაწყვეტილება უწყავს პირდაპირ ქართულ ეკონომიკას. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის რაღაცა ერთმანეთისგან განდგომილი ამბავი, რომ გეტყვის მოგატყუებს, რომ აი უცხოელებს ვებძვი ამ ქვეყანაში და თან გატყუებს ამაზე. იქ ნიშნავს, რომ თავარი უცხოელი და თავარი მტერი ვინც არის და თავარი უცხო ვინც არის, იმას არ ერჩის რუსის სახით. და აი ეს არის ყველა კომპონენტით გაუარესეს ჩვენ თანამოქმედებს. და ამ დროს გვთავაზობენ, რომ ახო ამბობდნენ, რომ აი აპრილს დაელოდეთ, რომ რაც მეც მეგონა, რომ ალბათ რაღაცა ნაწილში თქვა რაღაცა შეიძლება დათანხმდნენ ამერიკელებს და პატარა სავიზიტო რაღაცა თურმე ეს ყოფილა ტრამპ თაუერის აშენების ამბავი. ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი. ანუ და ეს მიყიდეს ესაც ხო ერთი დღის ამბავია მე ვლაპარაკობ დღეს და ეხლა უნდა გითხო და შენ ილაპარაკებ და თვითონ თავიანთი პროპაგანდისთვის დღეს კიდე აღარც გამოადგება ეგ ამბავი რომ თურმე დიპლომატური გარღვევა ყოფილა ტრამპ თაუერის ანუ ლიცენზიის ყიდვა
ფულის გადახდა რომ ლიცენზია ტრამპი დააწერა შენობას. ეგ არის მეტი არაფერი არის ტრამპ ტაუერი. ეგ იყო მაშინაც და ეგ იყო დღესაც. მაშინ ტრამპი ჩამოვიდა აქ საერთოდ. ხო, ანუ გიორგი რამიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან და რა ვიცი. რას წარმოვიდგენთ მაშინ თუ პრეზიდენტი გახდებოდა, თორე თუ სხვანაირი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ დღეს ეგეც არ არის უბრალოდ. ბიზნესში დაცინოდა მაშინ ამ კი, როგორ არის დაცინოდა? ესო აშალათა აფერისტობა არის. ეგ კაცო აფერისტია, ესე იძახდა და ესეც აფერისტობა არის, მორიგიო დაცინა და არ ფაქტობრივად ხელი შეუშალა თან, სხვათა შორის Silk Road ჯგუფს მე ხელი შეუშალა იმის შორის პროექტი განახორციელება. კი. პრობლემა შეიძლება. ალბათ Silk Road ჯგუფი ძალიან აროს, მაგრამ მოსთა საერთოდ ყველა ვინც ამაში მონაწილეობს რაღაცნაირად ნაროს. მაგრამ კარგი, აი ამ ნაწილზეც რო თქვა, რას თავაზობენ როგორც გამოსავალს ქართულ ხალხს. გამოსავალს თავაზობენ რომ იმ რაღაცა მართლა ურბანულ ჯოჯოხეთს, რომელსაც აი აქედან ახლოს თქვენი სტუდიიდან ძალიან ახლოს, ფანჯრიდან ჩანს ეს ადგილი, რომელიც არის რეალურად ახლა ყველანი გადამეტების გარეშე. ქალდაკის ამ ნაწილის, აი ცენტრალური ნაწილის საბურთალოსი ამის ფილტრები ერთადერთია გამწვანებული დიდი ზონა, საიდანაც ჯანგბადით მარაგდება ეს ტერიტორია, ანუ ტიპებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა ააშენოს 7 კორპუსიანი რაღაცა ჯოჯოხეთი ბეტონის, ჩვეულებრივი, რომელიც რა მესამეც დატოვებს ალბათ იპოდრომის იქ, შეიძლება ეგეც არ დარჩეს, რომელიც ყველას უნდა გესმოდეთ, არაფერი არქი, არაფერი იქ რაღაცა ეს ფხაკაძეები თუ კიდევ ვიღაც გაურკვეველი უპრინციპო ხალხი. ბიზინა ივანიშვილის არის ხალხო, ის მიწა დღემდე ბიზინა ივანიშვილის არის. ის რომ ეს ამ ხალხს შირმად იყენებს იმისთვის, რომ იქ ააშენოს ჯოჯოხეთი, მართლა 7 კორპუსიანი კომპლექსი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მე მგონი 70 სართულიანი იქნება ტრამპ ტაუერი. ამით წავიდა და ისა რა ქვია, ოჯახისგან, ტრამპის ორგანიზაციისგან, ეს ხო ცნობილი ამბავია, ზოგადად ბიზნესში, ბიზნეს სკოლებში ისწავლება ცალკე ეს მაგალითი ტრამპის ორგანიზაციის ფრანჩიზა ქვია. ამას ეს სტილი ფრანჩიზის, როდესაც ტრამპის ორგანიზაცია ყიდის სახელს ტრამპ ტაუერის, რომელსაც აყოლებს იმას რა ქვია, საარქიტექტურო მომსახურებას, აგრეთვე როგორც ვიცი, და შემდეგ ხო ნებისმიერ კომპანიას, დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ეს სახელი აიღოს, თავის კორპუსს დაატოვოს და ხო დღევანდელი კონjunktურიდან გამომდინარე, სოფლიოში, დღევანდელი კონjunktურიდან გამომდინარე, ეს რაღაცას შვება მათი ბიზნესის უყურებთ სახელმწიფოს დონეზე, ხა ამას წინათ ხო ბევრი სხვადასხვა აზრი გამოვიწვიეთ, როდესაც ვამბობდით, რომ დღევანდელი კონjunktურიდან გამომდინარე ვიძახდით კიდევაც ამას, რომ როდესაც ჩვენ ტერიტორია, ჩვენ მეზობლად გადის ტრამპის გზად წოდებულია ეს რაღაცა შუა დერეფნის რაღაც ახალი რედიზაინი და ახალი იდეა, ამის განუყოფელი ნაწილი არის საქართველოს ყველა ვარიანტში, განუყოფელი ნაწილი არის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მაგალითად ანაკლიის სპორტით და ვამბობდით, რომ ტრამპის სახელი დაუარქვათო და ამის საპირისპიროდ დაგვიყენეს, რომ კორპუსს დაარქვეს ტრამპის სახელი და ამას ყიდიან. ხო იცით რა ისტერია ატყდება პროპაგანდაში, უკვე დაწყებული არის, რომ აი ტრამპის სახელობის ზოგადად ეს კორპუსების ნაწილი არის თავარი გარუყვა. ჯერ ხო იხილსი შემოგთავაზეს, რომ ეს არის ეს ამით აშენება საქართველოს. კორპუსებს აშენებს ნახევარი საქართველოს, ვინც მაგათთან არის დაახლოებული, ყველა კორპუსს აშენებს და ანუ როგორ შეიძლება გვერდზე სომხეთში ამერიკული ტექნოლოგიების მმართველობით, ახალი ტექნოლოგიების მმართველობით ამ ხელა ინვესტიცია ჩაიდო, NVIDIA შევიდა და ჩვენთან კორპუსები. ირაკლი, ეგ ყოველთვის ჩვენთან კორპუსებს და მე რა კორპუსებს რა უყო, ანუ გავიგეთ, ანუ ეს რა გარღვევა არის რამე ეკონომიკური? გარღვევა არსებობს ორი სექტორი. ჯერ აშენდეს, მოდი დავიწყოთ მაგედან. ყველაზე მარტივი ფულის გათხრების და ყველაზე ესეთი არამდგრადი ეკონომიკისთვის ეს არის სათამაშო ბიზნესი და დეველოპმენტი და აგერ დეველოპმენტით გადააუსვეს ეს ქვეყანა. სომხეთი ხდება მეოთხე ქვეყანა, მეოთხე პოლიტიკური ერთეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრის თვალსაზრისით არის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი და სომხეთი იქნება მეოთხე. მართლა მაგ მასშტაბის ამბავით შედის, ინვესტიციის შედის ამერიკა და ამის პარალელურად ჩვენთან კვერცხის ფასზე ლაპარაკობენ, რომელიც ისევ გაუძვირდა. აი ეგ არის და კორპუს ტრამპის სახელს რომ მივაკერებთ, ანუ აქ ხო რა არის? ეს პროექტი კონტროვერსიული, ეს პროექტი პრობლემა იყო, მოგეხსენება დიდი ხანია, იგივე ჩვენი საბაბუაძე თუ სხვები ამას დიდი ხანია ლაპარაკობენ. ეს კორპუსი, ამ კორპუსის გაყიდვა ბიზნესს გაუჭირდა, აი ესე საზოგადოებისთვის მიყიდვა და ნუ ეხლა გადაწყვიტა რომ აი ამ სოუსით უნდა მიყიდოს და ტრამპის გინდა, ტრამპის სახელი დაარქვეს, გინდა ნაპოლეონის ის მოითხოვოს კლიმო იმებზე რო არის ხოლმე კონიაკებზე, რაც არ უნდა ქნას, ეგ არის ჯოჯოხეთი და ამაზე უნდა იბრძოლოს ყველა თბილისელმა, რომ ეგეთი რამე არ მოხდეს ამ ქალაქში, რის გაკეთებაზე ზაპირებენ.